მადლობთ მეგობრებო, მომენტი რომელსაც ყველა ელოდა 5000 გამომწერი, მადლობა თითოეულ თქვენგანს და დაპირებული კონკურსი თამაშდება 5 ბაისიკლის ბანკო 1 2 3 4 და 5 ბაისიკლის ბანკო. თუმცა კონკურსის წესებს ბოლოს ვიტყვი, მანამდე მინდა რამოდენიმე სიტყვით შემოვიფარგლო და რამოდენიმე კითხვას გავცე პასუხი ამ კარს ახმოვათავსებ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს და მინდა გავცე ერთ შეკითხვას. საიდან უწერ ბაისიკლის ბანკოს? მე არ მაქვს დასამალი, თუ შეგიძლიათ თქვენს გამოწერეთ, არ არის პრობლემა. eBay-დან და Amazon-დან მე უბრალოდ იმიტომ ვვყიდი, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რადგან როდესაც მე დავიწყე ფოკუსები, ძალიან დიდი ხანი არ მქონდა ბაისიკლის ბანკო, რადგან საქართველოში არ იყიდებოდა და გამოწერა მე არ შემეძლო პირადად. ამიტომ თუ თქვენ შეგიძლიათ გამოწერა, შეგიძლიათ გამოიწეროთ. მე არ მაქვს პრობლემა, რაც უფრო განვითარდება საქართველოში ეს ჟანრი უფრო კარგი იქნება ჩემთვისაც და თქვენთვისაც. ხოლო რაც შეეხება ერთ მომენტს, რასაც დიდი ყურადღება მინდა რომ მიაქციოთ, ჩემი ძალიან დიდი რჩევა იქნება. აი ძალიან დიდი რჩევა და თუ ამ სიტყვებს კარგად გაიგებთ, აუცილებლად დამეთანხმებით თქვენს. რამოდენიმე ბავშვი, რამოდენიმე ადამიანი მხოლოდ არხის გაპიარებას, მე არ მაქვს პრობლემა. გადავდივარ ყველა მოთხოვნის ლინკზე, რის გაპიარებასაც მხოლოდ და შევდივარ. არის ყველგან ფოკუსების ახსნა. ფოკუსების ახსნა, კარტით ფოკუსების ახსნა, გავაუცოთ გოგოები და ასე შემდეგ. მე არ მაქვს პრობლემა, მე ამით ხელს არ მიშლით. დაახლოებით 10 წელია რაც ფოკუსები დავიწყე, დაახლოებით 10 წელი. და 1 წლის წინ დავიწყე ფოკუსების ახსნა. თუმცა ფოკუსების ახსნა ხაზი გავუსვათ, ყველა ფოკუსს არ ხსნი იმ ფოკუსებს, რომლითაც მინდა რომ დაიწყოთ თქვენ ფოკუსები და განვითარდეთ. ამიტომ 10 წლის განმავლობაში სწავლობდი ბევრ ფოკუსს და როგორი რაღაც იყო, იცი, თავიდან რომ დავიწყე ფოკუსები, აი მაგალითად ვისწავლე ერთი ფოკუსი. სიტყვაზე კარტის შეცვლა, რომელიც ახსენე უკვე. აი ეს ფოკუსი რო ვისწავლე, ხო? არავის არ ვასწავლე და აი გამორიცხული იყო, რომ ვინმესთვის რამე ფოკუსი მესწავლებინა. ძალიან ძუნწი ვიყავი ფოკუსებში. როდესაც მე დავიწყე ფოკუსები, ქართული პროდუქტი ასე ვთქვა და არ იყო და ძალიან ბევრი წვალება დამჭირდა, რომ რაღაცა დონემდე ავსულიყავი. ამიტომ გეხმარებით თითოეულ თქვენგანს, რომ უფრო მარტივად დაიწყოთ ფოკუსები, უფრო განვითარდეთ, თუ მე რა თქმა უნდა მომყვებით ბოლომდე. და ამ ყველაფერს რატომ ვიძახე? 10 წლის შემდეგ ფიქრობდი ჯერ კიდევ ვარ იმ დონეზე რომ მე ვიღაცას ფოკუსი ვასწავლო თუ ისევ ჯერ ჩემთვის ვისწავლო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს ფოკუსების სასწავლი. მე ძალიან ბევრი ფოკუსი მაქვს სასწავლი და ძალიან ბევრი რაღაც მაქვს დასახვეწი. აი უამრავი რაღაც, ძალიან ბევრი შეცდომას უშვებ თითოეულ ვიდეოს გადაღების დროს, მე ამას ვამჩნევ. და ყოველი ვიდეოს შემდეგ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე და ვიწყებ მასე ვარჯიშს და მუშაობას. როდესაც შევდივარ ნებისმიერ არხზე, რომელიც გაპიარებას მთხოვს ამ ჟანრში, შევდივარ და ყველგან არის ფოკუსების ახსნე, როგორც ვახსენე. განა ეს მაღიზიანებს. უბრალოდ არ მინდა რომ სხვანაირად გაიგოთ. ნუ გონიათ რომ ახსნით უფრო პოპულარულები გახდებით. ჯობია ფოკუსს რო გასწავლით, ან თუ სხვისგან ისწავლით, ან თქვენ მოიგონებთ, თქვენ თვითონ ისწავლოთ, ჯობია. აი თქვენ თვითონ კარგად დაიმახსოვროთ, კარგად დახვეწოთ, ივარჯიშოთ, განვითარდეთ ადით რაღაცა ეტაპამდე და მე თუ მოგინდებათ, მე რაღაცა პატარა ფოკუსები ახსენით. და ეხლა რომ შევდივარ, ხო? რამოდენიმე არხზე ვისთანაც შევედი, ყველა შეურწყებას არ ვაყენებ. ფოკუსი არ აქვს დამოღამებული. აკეთებს ფოკუსს, რაც ძალიან კარგია რომ აკეთებს ფოკუსს. თუმცა შეცდომა რა არის? ფოკუსს აკეთებს და შემდეგ ხსნის. ხომ ჯობია ჯერ ფოკუსი უბრალოდ ისწავლო შენთვის, სხვები გააოცო და როცა რაღაც ეტაპზე მიხვალ, შემდეგ ახსნა. მე არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ ჩემი ძალიან დიდი რჩევა იქნება, თქვენ თავთან იმუშაოთ, ფოკუსები თქვენთვის იცოდეთ, თქვენთვის ძალიან მაგრად დაამუღამოთ, აი უფრო მაგარ შედეგს მიაღწევთ, რომ თქვენთვის გეცოდინებათ ფოკუსები და არა სხვისთვის. არ ვიცი, მე პირადად ასე ვხედავ და თქვენს ასაკში და როდესაც მე დავიწყე ფოკუსები, რას ლაპარაკობ, შეიძლება ვიღაცა მეცემა რომ სამჯერ ეთხოვა ფოკუსების ახსნა. არავის არ ვასწავლდი საერთოდ. ვიცოდი ჩემთვის, რადგან თითოეული ფოკუსი მიყვარდა და ვაფასებდი. როგორც ახლა. და ახლა იმიტომ ხსნი რაღაცა ელემენტარულებს, რომ მინდა რომ ვინცაც უნდა ფოკუსების სწავლა გონება გაუხსნა და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გააგრძელოს და განვითარდეს საქართველოში ეს ჟანრი. აი ესე გავიქაფე და ცოტა დავიღალე, თუმცა ეს დიდი ხანია მინდოდა მეთქვა.
ფოკუსები ჯერ ისწავლეთ თქვენ. აი ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ შესრულებას, როგორ ასრულებთ, მეც ბევრი შეცდომა მაქვს, როგორც გითხარით, თუმცა ფოკუსების ახსნა არ გინდათ ჯერ. ჩემი რჩევა იქნება, თორემ მე არაფერს არ მეშლით. თუ გინდათ ჩემი ფოკუსების ახსნით, რომელსაც არ ხსნი ხოლმე. არ მაქვს მე პრობლემა. მაგრამ ჯერ ჯობია რომ თქვენ ისწავლოთ. როდესაც ძალიან დიდი ბაზა დაგიგროვდებათ, აი ძალიან დიდი ბაზა და რაღაც კაი დონეს მიაღწევთ, ხო? შემდეგ შეგიძლიათ ახსნათ. ნუ იმას არ იშავს რომ მე უკვე ამ დონეზე ვარ, თუმცა მაინც მინდა რომ ყველა თქვენგანს დავეხმარო ნებისმიერ საკითხში. ამიტომ, რა ვიცი, ეს ჩემი რჩევა იქნება, თუ გაითვალისწინებთ, კარგს იზავთ, რა ვიცი. თუ რაღაცა ვერ გაარკვიეთ და ვერ გაიგეთ, გთხოვთ, გადაახვიოთ და თავიდან უყუროთ. რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის. არ მინდა რომ სხვანაირად გაიგოთ თავიდანვე რომ ფოკუსების ახსნა უფრო კარგია ვიდრე სწავლა და ჩვენება. არა, პირიქით, ფოკუსების სწავლა და ხალხში ჩვენება უფრო მაგარია ვიდრე ახსნა დამიჯერეთ. აი ძალიან მაგარი ემოცია, როდესაც ფოკუსს კარგად აკეთებ და ხალხის ემოცია მოდის. აი არ ვიცი, სასწაული გრძნობაა და ამიტომ ჯობიათ ეგ გამოცადოთ ჯერ. კარგად ისწავლოთ ფოკუსები. გააუცოთ ხალხი რაღაცა ის მეგობრები, გოგო, ბიჭი, არ აქვს მნიშვნელობა და შემდეგ თუ მოგინდებათ რაღაც ელემენტარული ფოკუსი, თქვენს ასწავლეთ სხვას, რომ დაიწყოს მანაც ფოკუსების კეთება. თუმცა ჯერ თქვენ თავთან იმუშავეთ. ხო, მე მგონი მორჩა ამ თემაზე ლაპარაკი. ეხლა რაც შეეხება კონკურსს, მე მგონი ძალიან გავწელი ეს თემა. რაც შეეხება კონკურსს. როგორც გითხარით, თამაშდება 5 ბანკო, არ მინდა რომ რაღაცა რთულად მოგეჩვენოთ, ამიტომ ისევ ლაიქების და მიხედვით იქნება გათამაშება და გამოვლინდება გამარჯვებული, გვეყოლება 3 გამარჯვებული აქედან. ვინც პირველ ადგილზე გავა, მიიღებს 3 ბაისიკლს, 3 ბაისიკლს, 2 ლურჯს და 1 ციტერს. 3 ბაისიკლი, ვინც პირველ ადგილზე გავა. ვინც მეორე ადგილზე გავა, მიიღებს 1 ბაისიკლს და მესამე ადგილზე გასულის მიიღებს 1 ბაისიკლს. ესე იგი, პირველ ადგილზე გასული მიიღებს 3 ბაისიკლს, მეორე ადგილზე გასული მიიღებს 1-ს და მესამე ადგილზე გასულის მიიღებს 1-ს. თავარი პრინციპი. წინა კონკურსში ვთქვი, რომ მინიმუმ 10 ლაიქი იყოს საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ აი მაგალითად ყველა ხომ მონაწილეობთ კონკურსში, წერთ კომენტარებს და მაქსიმალური კომენტარი იყოს ყველაზე მეტი 9. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურსი არ ჩატარდა. და ზოგმა არასწორად გაიგო და ეგონა რომ ვინც ავიდოდა 10 ლაიქზე, ყველა იგებდა ბაისიკლს. 100 არ იყო სამწუხაროდ. დიდი სიამოვნებით ყველას გაჩუქებდით, თუმცა მეც არ შემიძლია ამდენი რომ ყველას ვაჩუქო ბაისიკლი, ვისაც მოუნდება, ამიტომ ესეთი წამახალისებელი კონკურსები იქნება შეგადაშიგ. ეხლა რა შეეხება ამ კონკურსს. უნდა დაწეროთ კომენტარები. კითხვა იქნება ასეთი. თქვენი საყვარელი ილუზიონისტი და რატომ? რა თქმა უნდა, კომენტარებში გასცემთ პასუხს, არ აქვს მნიშვნელობა ის საქართველოს მასშტაბით იქნება თუ სოფლიოს მასშტაბით თქვენი საყვარელი ილუზიონისტი და ვის კომენტარსაც ექნება ყველაზე მეტი ლაიქი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ლაიქი და მინიმუმი არის 40 ლაიქი. ანუ კომენტარს უნდა გქონდეს მინიმუმ 40 ლაიქი, რომ მონაწილეობდე კონკურსში. მაგალითად თუ გაქვს 40-ზე ნაკლები, უბრალოდ არ ჩატარდება ეს კონკურსი. მაგალითად თუ გაქვთ 40 ლაიქზე ნაკლები, ყველაზე მაქსიმალური ლაიქი იყოს მაგალითად 30 კომენტარებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურსი უბრალოდ არ შედგა, მაგრამ მე ეჭვება რომ ესეთი ცოტა ლაიქი იყოს ყველაზე მეტი, რადგან უკვე 5000-ზე მეტნი ვართ. და ამიტომ ძალიან დიდი შანსია რომ მინიმუმ 40 ლაიქი იყოს. ესე იგი, კარგად მიაქციეთ ყურადღება, მინიმუმ 40 ლაიქი. 40 ლაიქზე მეტი ვისაც ექნება, ის მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. და შემდეგ იქნება მათ შორის უკვე შეჯიბრი, ანუ ავტომატურად. და ვისაც ყველაზე მეტი ექნება, ის იქნება გამარჯვებული. თქვენ დაახლოებით კი არა 10 დღე გაქვთ, რომ მოაგროვოთ მინიმუმ 40 ლაიქი და მეტი. თავარი პირობა რაც უნდა შეასრულოთ. აუცილებლად ეს ვიდეო უნდა გაიზიაროთ Facebook-ზე, ვინც მონაწილეობს და ვინც აკომენტარებს და ვისაც უნდა ბანკოს მოგება, უნდა კონდეს გაზიარებული ეს ვიდეო Facebook-ზე და თეგით უნდა კონდეს ჩემი Facebook-ის გვერდი მონიშნული. Facebook-ის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაშიც და ასევე კომენტარებშიც და თუ დაიმახსოვრებთ ისედაც გეტყვით აუთო ციცკიშვილი ქართული ან ინგლისური ინიციალებით. თუ რაიმეს ვერ გაარკვევთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. ამიტომ უნდა იცადოთ, რომ ყველაზე მეტი ლაიქი დააგროვოთ და რა თქმა უნდა 40 ასეთად ბევრად. ეს უკვე თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამ ვიდეოს დადებიდან 10 დღის მერე, ანუ შემდეგ კვირა დღეს
იქნება პასუხები, ამიტომ 10 დღე გაქვთ რომ იაქტიუროთ და მოაგროვოთ რაც შეიძლება ბევრი ლაიქი, მე მგონი არ გაგიჭირდებათ მინიმუმ 40 ლაიქი რო გქონდეთ, რადგან 5000-ზე მეტნი ვართ უკვე და ამიტომ თითო ლაიქი ყველას ჩემგან საჩუქრად და გამარჯვებულს გამოვალენ რა თქმა უნდა 10 დღის შემდეგ ჩავრთავ ლაივს ჩემს YouTube არხზე, ამიტომ ყურადღებით იყავით და ჩართეთ გამომწერის გვერდზე რო არის ზარი, რის შედეგადაც მიიღებთ თქვენ შეტყობინებას ლაივის ჩართვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა თუ დაგაინტერესდებათ. თქვენზეა დამოკიდებული. და რა ვიცი, გისურვებთ წარმატებებს. მე მგონი სულ ეს იყო და ერთ რაღაცას ვიმეორებ, მე რაც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ეს არ მიიღოთ საწყენად, ეს არ იყო ჩემი შენიშვნა და იმეს გიშლიდეთ. თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, უბრალოდ ეს იყო ჩემი რჩევა თქვენდავი და თუ გაითვალისწინებთ, აუცილებლად გამოგადგებათ. აქვე დავაანონსებ და ვიტყვი, რომ შემდეგი გათამაშება იქნება 10000 გამომწერზე, როდის ავალ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად იქნება როცა ავალ და გათამაშდება 10 ბანკო, აქედან იქნება 7 ბაისიკლის ბანკო და 3 ძალიან მაგარი ბანკო. ამას ინტრიგად დავტოვებ და წინა დღეებში ან წინა ვიდეოებში ვიტყვი. სანამ 10000-მდე ავალთ. ამიტომ ვინ თქვენს აქტიურობას გისურვებ წარმატებებს, კიდევ და კიდევ ბევრ წარმატებას და რა ვიცი, მე მგონი სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ლაიქეთ ჩემი Facebook-ის გვერდი, შემოერთდით Instagram-ზე და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. ამასაც ავხსნი მე.